მოგესალმებით, შენი სულიერი სივრცის არხის წევრებო, TikTok-ზე და YouTube სივრცეში. დღევანდელი ჩვენი გაშლა არის მამაკაცებისთვის, კონკრეტულად მამაკაცების გაშლა. იცით, რომ ჩვენს არხზე არის ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. ესე ამოატრიალი, გადმოატრიალი, ჩვენთვის ეს მიდგომა არ არის, ასე ვთქვათ, მისაღები, ამიტომ მე ვაკეთებ ცალკე მამაკაცებისთვის გაშლას და ცალკე ქალბატონებისთვის. მაშასე, სიგნიფიკაცია მამაკაცების, ვისთვისაც უნდა იყოს გაშლა. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ. რა საინტერესოა. ერთი წამით. არის წამი ეს თუ აქვს. გასაგებია. მოკლედ, აქ მეყურებენ მამაკაცები, რომლებსაც ყავთ თავისი ქალის იდეალი. და ნახე როგორი ის მოდის ინფორმაცია აქ. თქვენ ფიქრობთ, რომ ქალი თქვენგან ელოდება ქმედებას, რის შემდეგაც მოგცემთ შანსს. ეს ქალი არის დაკავებული თავის საქმეებით, მაქსიმალურად ასე ვთქვათ, გამორთული ამ სამყაროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემთ შანსს, თუ თქვენგან იქნება ცვლილება. აქ ასევე მოდის კიდე ინფორმაცია პლუს, რომ თქვენ გააკეთეთ საჯარო გაშლა და ეს ვერსიაც მოდის, თქვენ გააკეთეთ რაღაცა ქმედება, რის შედეგადაც წარსულში რაღაცა ქმედება გააკეთეთ, არიცოდით ეს ქმედება რას მოიტანდა და ეხლა ელოდებით ეს ქალი მოგცემთ თუ არა შანსს. ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი მას არის ტრანსფორმაციის პროცესში, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ვიღაცასთან, ვიღაცის ქალთან არის ორსულობა, რაც არის შანსი სამყაროსგან, რათა შეიცვალოს თქვენი ცხოვრება. ეს არ შემიძლია რომ არ ვთქვა, ეს არის თუ ესეთი სიტუაცია გაქვთ მამაკაცებო, თქვენს ქალთან არის ეს სამყაროსგან, ბედისწერისგან მოცემული მდგომარეობა და სამყარო გეუბნება, რომ სამყარო გეუბნება, რომ მიიღო ეს შანსი. მამაკაცებო, თქვენ რაღაცა ქმედება გააკეთეთ და აქ ელოდებით მიმღებლობის მდგომარეობას თქვენი ქალბატონისგან. თუ იცანით თქვენი თავი ამ სიგნიფიკაციის დროს და მით უმეტეს რომელმაც იცნო თავის სადღაც 90%-ით, ეს გაშლა თქვენი იქნება. ეხლა კი ვკითხოთ სამყაროს, რა სიახლე შემოდის შენს ცხოვრებაში, შემოდის არა, რა სიახლე აუცილებლად მოვა შენს ცხოვრებაში უახლოეს მომავალში, აუცილებლად რა სიახლე მოვა ამ ადამიანის ცხოვრებაში უახლოეს მომავალში.
თქვენს ცხოვრებაში აქ შემიძლია გითხრათ, რომ მერყევითი მდგომარეობა, რომელიც გქონდათ, ეხა ყოველას თავის სიტუაცია აქვს, რაზეც ფიქრობდით, რომ გადავდგა ნაბიჯი, არ გადავდგა, მე იქნება შანსი, ვიმოქმედო, არ ვიმოქმედო, რა ვიცი, მე აი ღირს კი, იმიტომ რომ თითქოს ქალს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეთ რა, ქალთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობთ, ას ქალი ზურგშექცევით არის აქ თქვენთან. თქვენი ცხოვრება რადიკალურ უცბად მოხდება ისეთი ცვლილება, რა სიახლე მოვა აუცილებლად. მოკლედ, რაც აქამდე ფიქრები გქონდათ, რაც აქამდე ცხოვრება გქონდათ, რაც აქამდე სიტუაცია გქონდათ, აქ რაღაცა რადიკალური გეგმა, რომელზეც მერყეობდით, იქნება თუ არ იქნება, არ იქნება. იცით რატო არ იქნება? და ეს ძალიან დიდ დარტყმას მოგაყენებთ. იმიტომ არ იქნება, ეხა ყველა სიტუაციას ხო იცით, რომ აქვს თავისი ახსნა. ეხა აქ ვიღაცა იტყოდა, რომ აი მე რაღაცა ძალიან მიწიერად რა. მიწიერად გეუბნებით, არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ ჯერ თქვენში უნდა შეცვალოთ, განიკურნოთ. ანუ ეს დარტყმა ეხა რაც მოგიწევთ დაუშვათ, აი გამოვა თუ არ გამოვა, არა, იმიტომ რომ თქვენში უნდა მოხდეს ძალიან დიდი არა, უნდა მოხდეს გადაფასება მამაკაცებო, ვინც უყურებთ ამ გაშლას და ვისიც არის თქვენი ეს გაშლა. გადაფასება იმ ყველაფრის, რასაც აქამდე მსჯელობდით, რაზეც აქამდე ეყრდნობოდით და როგორც აქამდე მოქმედებდით. სწორედ მაგიტომ ხართ ეხლა ასეთ აი რაღაცა ავადმყოფურ მდგომარეობაში და ვერ იგებთ რატო, რა გჭირთ, ძველებურად აღარ გამოდის, იმიტომ რომ თქვენთან უნდა დასრულდეს ეს ტრანსფორმაციის პერიოდი ისე როგორც ცხოვრობდით და იქცეოდით, თუნდაც ქალებთან ესე აღარ გამოდის, აღარ უნდა იყოს. უპასუხისმგებლო ურთიერთობებში თუ იყავით, ეს უნდა დამთავრდეს. მამაკაცი არის პასუხისმგებლობა. ეს არის დაუწერელი კანონი. ეს გვინდა არ გვინდა ვარიდებთ თავს, არ ვარიდებთ, ეს არის ეს. პასუხისმგებლობა მარტო იმას არ ნიშნავს, ცოლად მოიყვანო და რაღაცა, ანუ პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაზე გქონდეს ასე ვთქვათ, სერიოზული დამოკიდებულება იმ მხრივ, რომ რა ურთიერთობაშიც ხარ, იმაში იყო სუფთა, იმაზე იყო პასუხისმგებელი. გამიგეთ ხო რის თქმა უნდა. ამას გვეუბნებიან აქ არკანები. ისე როგორც ცხოვრობდი, ის ციკლი უნდა დამთავრდეს. ამიტომ არ გამოგდის ეხლა, რასაც აპირებ, გამიგე? აი, ეს ყველაფერი, რაც მოხდება იმისთვის, ტკივილი უცაბედი, იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს ყველაფერი და განულდეს შენი წინანდელი პოზიცია და ეს იქნება გასაღები ზუსტად შენი ახალი ცხოვრების. კი, არჩევანი უნდა გააკეთო შენ პასუხისმგებლობაზე ამ სიყვარულის წყალობით და შემდეგ იწყება შენი გამარჯვება. კი. უნდა იპოვო გამოსავალი, ნახე, იცი შენ რაც არის მათ გამოსავალი იმ მიუსვლელ კარში, სადაც გინდა შესვლა. აი, ეს არის პასუხისმგებლობა, გამიგე, კაცის მხრიდან საქციელი, რომ ამ სიყვარულის წყალობით შენ ამით კი არ გნინდები, ლაშკაცი გამოდიხარ, ასე გვეუბნებიან აქ. და ამით იწყება, აიღო შენს თავზე ეს ყველაფერი და იმას ქნა, რა ქვია, გახსნა ის კარი და ანუ მიხვიდი ამ ადამიანთან. შენ თუ გონი არ გელო კი შეცვალო სიტუაცია, გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა ნაბიჯი იმაზე, რაზეც სულ დიდი ხანია გეუბნებოდა ეს ქალი და არ მოქმედებდი. სიახლეს რაც შეეხება არის ის თქვენს ცხოვრებაში, რომ აი როგორც იქცევით მერყეობა რაც გაქვთ და რაც ძალიან დიდ ტკივილს გაყენებთ, რაღაცა უცბად მოხდება ისეთი, რაც აი თითქოს იმ ბალანს, რასაც ცდილობდით და რა რეალშიც ტრიალებდით წარსულსა და მომავალში, ეგ ბალანსი დაგერღვევათ და შეიძლება თავზარი დაგეცეთ. მაგრამ ეს იქნება სწორედ თქვენი ახალი ცხოვრების დასაწყისი.
ესეთი იყო დღევანდელი გაშლა მამაკაცებისთვის. მე კი გისურვებთ სიხარულს, სიუხვეს, ტრანსფორმაციას, რასაც მამაკაცები იშვიათად გადიან, თუმცა სიყვარულის და პარტნიორობის წყალობით, როგორც ქალები, ისე მამაკაცები იზრდებიან მენტალურად და იცვლებიან. ცვლილება რა არის, ჩემო კარგებო? გაზრდის პირდაპირ პროპორციული მდგომარეობა, ხო? როდესაც პატარა ბავშვი იზრდება, 5 წლის იყო და გახდა 10 წლის, ის ფიზიკურად შეიცვალა. ასე ხდება სულის დონეზეც. როდესაც შენ გაცნობიერებას აკეთებ მენტალში, ავტომატურად შენი სული იზრდება და იცვლება შენი ცხოვრება. აი ესე მუშაობს ეს. გჯერათ, არ გჯერათ, მიიღებთ, არ მიიღებთ, ეს არის გამოსავალი. მე კი გემშვიდობებით პოზიტიური, დადებითი ემოციებით და გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს თქვენს ცხოვრებაში.